ძალიან უცნაური ვითარება არის რუსთაველის გამზირზე, მხოლოდ პარლამენტის წინ გათიშეს განათებები. მე ვთხოვ ახლა დათოს, რომ გაჩვენოთ თქვენ კაცი და ვაჩვენოთ მეორე მხარესაც. განათებები იქ, სადაც ხალხი პროტესტს გამოთქვამს, არის გათიშული. როგორც ჩანს, ეს არის შურისძიება კახაკალაძის. უნდა ვაღიაროთ, რომ განათები ყველაფერს ალამაზებს ხალხი, თავისუფალი ადამიანები და ბუნებრივია ამ განათებებსაც ძალიან ალამაზებდნენ თავისუფალი ადამიანები, ის ხალხი, ვინც პროტესტს გამოთქვამს, აგერ უკვე 27 დღეა ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე და ალბათ კახაკალაძეს შეშურდა, რომ ეს განათებები ალამაზებდა ამ საპროტესტო აქციას. თქვენ ხედავთ, რომ მერიოთან განათებები არის ანთებული, ანუ მხოლოდ იმ ნაწილას არის გათიშული, სადაც საპროტესტო აქცია არის. ჯერჯერობით დავით ვაჩვენოთ, რომ ანთია ნაძვის ხეთს, როგორც ჩანს, უხერხულობა იგრძნო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი იწვალეს ეს ნაძვის ხე, რომ გაენათებინათ და ბევრი დილემის წინაშე იყო კახაკალაძე, ხალხმა არ აანთებინა ერთხელ ნაძვის ხე ვერ აანთეს და ამიტომ როგორც ჩანს ახლა ეუხერხულებად ნაძვის ხე რომ ჩაუქრონ ხალხს და ამიტომ გადაწყვიტეს, რომ აი ეს განათებები გაეთიშათ. უნდა აღვნიშნოთ აუცილებლად ის ფაქტი, რომ მიმდებარე ქუჩებით ჩიხებზეც გათიშულეს, აი ალექსანდრეს ბაღი არის სრულად ჩაბნელებული, უმარტივებენ როგორც ჩანს ტიტუშკებს, რომ თუ ადამიანებს გაუსწორდებიან, ფიქრობენ, რომ ვერავინ ვერ დაინახავს, თუმცა ბუნებრივია აქ აფრთხილებენ ერთმანეთს, რომ ალექსანდრის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე არ გადაადგილდნენ ისინი, შეიკავონ დღეს გადაადგილებისგან თავი, რადგან ჩააქრეს ეს ბაღიც და აი ახლა ესეთი ვითარება არის. მე ახლა გავესაუბრები აქციის მონაწილეებს, მოგასმოინებთ მათ პოზიციასაც. გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ვარ. მინდა რომ გკითხოთ დღეს აი რა ვითარება დავხვდა, ხედავთ ნაძვის ხე ჯერ ანთია, მაგრამ განათებები ჩაგიქრეს აქციის მონაწილეებს. რას აჩვენებს ქართული ოცნება ყოველდღიურად, რას ასხივებს მართველი გუნდი? ხო, არა, განათება გაალამაზი იყო და სამწუხაროდ ჩაქრა. არ ვიცი მიზეზი რა არის, ალბათ თვითონ უკეთესია, მე ვერ დავიწყებ ახლა მარშალობას რატომ ჩამქრალი, თუმცა იმედი აინთება. რას გეტყვით პროტესტთან დაკავშირებით და იმ დაპირებაზე, რა დაპირებითაც მოვიდა ქართული ოცნება. იმიტომ რომ ჩვენ აქ ხედავთ ქართული ოცნების ყოფილ მხარდამჭერებსაც, მათ შორის მოდიან აქ და აპროტესტებენ იმ ნაბიჯებს, რომელიც გადაიგვა. აქ თქვენან სხვათა შორის მაყურებლისთვისაც ვთქვი, ის ადამიანებიც, ვინც აი ბოლო არჩევნებზე ქართული ოცნება შემოხაზა, ეგონათ რომ ღირსებით ევროპისკენ მიდიან. კი, ნამდვილად არიან ესეთი ხალხი, ჩვენ გვედგანა და მათთან საუბარში მიზეზი თუ რატომ დგანან ისინი აქ აფიქსირებენ იმას, რომ მათ დაპირება მთავრობის რომ იყოს ესე იგი ღირსებით ევროპისკენ, მათთვის მომხიბლავი იყო, მთავარი მამოძრავებელი იყო ის, რომ ამ ხალხს უნდა ევროპაში ინტეგრაცია და თავის მომხრეები არიან და შესაბამისად უჭერდნენ ამ მათ პოლიტიკას. თუმცა ხო, მიმაჩნია, რომ არ არის სწორი არჩევნების შემდეგ კურსის შეცვლა, როდესაც ხალხს პირდები ევროპისკენ ინტეგრაციას და შემდეგ უკვე ცვლი. ეს არის უკვე სარეფერენდუმო საკითხია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს კურსის ცვლილება უნდა დაეკითხო საკუთარ ამომრჩეველს და საზოგადოებას. შესაბამისად აქედან გამომდინარეც აუცილებელია ახალი არჩევნების ჩატარება, რადგან მიიღოს ლეგიტიმაცია მთავრობამ, რომელიც ცვლის კურსს. ძალიან დიდი მადლობა თქვენ უსმენთ აქციის მონაწილეს. მე ედო მარიკაშვილს ხედავ და მას მინდა რომ დავუსვა კითხვები, განსაკუთრებით იმ ფონზე, რაც ჩვენმა მაყურებელმა ცოტა ხნის წინ ნახა ჩვენს ეთერში. ქართული ოცნების წევრები, ბატონო ედვარდ, მოგესალმებით, ვერ გადაადგილდებიან ტიტუშკების გარეშე, ასე იყო სულ ცოტა ხნის წინ. კახაკალაძე ტიტუშკების თანხლებით მივიდა ათონელის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საშობაო სოფელი აქვს მოწყობილი და რას აჩვენებს ის, რომ მართველი პარტია ვერ გადაადგილდება საჯარო მოხელებისა და პოლიციის გარეშე. ხო, ძალიან კაი ინდიკატორი არის, რა დღეში არის ხელისუფლება, დღეს მაგალითად მათი საახალწლო სოფელი, სადაც არავინ არ არის გარდა იმ ადამიანებისა, ვინც თვითონ მათ წარმომადგენლები არიან. და ეს კარგად აჩვენებს იმასაც, რომ კაფიოდ არის გამიჯნული საქართველოს მოსახლეობა, რომელიც ასობით ათასი დგას
ყოველდღიურად რუსთაველზე და ითხოვს ხმის დაბრუნებას ახალ არჩევნებს და მეორე მხარეს არის ხელისუფლება დასანქცირებული და ასე ვთქვათ ისინი ვინც რეალურად საქართველოს მომავალს ართმევენ და უნდა თუ წაართვან და ამას არ აძლევს ხალხი ამის უფლებას არ აძლევთ იდეაში შეიძლება ითქვას ასე. ძალიან მნიშვნელოვანი არის პროტესტი, ყოველდღიური პროტესტი, რომელიც ასე ვთქვათ არის იმის მაჩვენებელი და იმის შესაძლებლობა, რომ აი ეს ასე ვთქვათ არჩევნები მოთხოვნა დაკმაყოფილდეს და რეალურად უნდა ითქვას ისიც, რომ სხვა გზა ახლა მართლა არ არსებობს, ეს არ არის რაღაც არიერი სიტყვები, ძალიან მკაფიო არის ის, რომ სხვა გზა არ არსებობს, გარდა იმისა, რომ მუდმივად გავაპროტესტოთ და მუდმივად მოვითხოვოთ ახალი არჩევნების დანიშვნა, რომელიც არის ერთ-ერთი გამოსავალი ამ კრიზისის განსამუხებლად. ძალიან დიდი მადლობა თქვენ უსმენდით ედო მარიკაშვილს. მაშასი ასეთი არის რუსთაველის გამზირზე ვითარება, მიუხედავად იმისა, რომ ხალხს განათებები გაუთიშა კახაკალაძემ, ისინი რა თქმა უნდა პროტესტს აგრძელებენ, დგანან აქ და იცავენ ქვეყნის ევროპულ მომავალს.